მოგესალმებით ფოსტელი მოგესალმებით. დავიწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილით, რომელთაც მან მიმართა ვაშინგტონის ისტებლიშმენტს, ან პირველ რიგში პრეზიდენტ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტს. მე ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, მე დავწერე კიდეც, ეს არის კარგი წერილი, ზუსტი, დროული, ეს არის იმ კომბინაციის დასაწყისი, რომელიც ჩვენ მოგვიტანს სარგებელს. მე ამ წერილს დავარქმევდი პირველ ნაბიჯს, აი ამ გზაზე, რასაც ქვია გარკვეული, მოდი ესე ვულგარულ ტერმინს ვიხმარ ჟარგონულს, გაიასნება. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პირდაპირ საკითხის ისე დაყენება, რასაც დიპლომატიური ურთიერთობით დიდი ხანია ვაყენებთ ალბათ, რომ სად არის ამერიკა. რა უნდა ჩვენგან ამერიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ჩამოთვალეთ ის სიკეთე, რაც ამერიკას პირდაპირ ვეთქვით, ამერიკას გაუკეთეთ, არავის არ ვაყვედეთ, მაგრამ თუნდაც ჩვენი კონტრიბუცია ავღანეთში, ჩვენი მუდმივი წარუშლელი უდიდესი თანამშრომლობა კონტრტერორისტულ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ჭრილი მიაყენა ამერიკის საელჩომ, აი ამ ბოლო დროს შევნიშნოთ. და ჩვენ დავსვით ეს კითხვა და არავის არ მოეჩვენოს, რომ პატარა ქვეყანას არ აქვს ამ კითხვის დასმის უფლება, რომ სად არის ამერიკა, რა უნდა ჩვენგან ამერიკას და რას მოიმოქმედებს ამერიკა. ეხლა გავიგე, რომ დღეს რომ ტრამპი სანქციებს უხსნის სირიის რეჟიმს და შეიძლება შეხვდეს კიდევ სირიის რეჟიმის ნატერორისტალ ლიდერს. ასეთი რომელიც შემჩნეულია გენოციდის არა, რომელიც დასავლეთის მიერ იყო გამოცხადებული ტერორისტად გენოციდის მომწყობად. და ასევე ის ორგანიზაცია იყო შესაბამისად შესაბამისად მოსვლისთანავე დაიწყო პოლიტიკური ოპონენტები ქუჩაში აქედან გამომდინარე ქუჩაში ხოცვა დრუზების და საავადმყოფოებში ხოცვა. და ეს ჩვენ შემზარავი კადრები ვნახეთ. ეხლა იძახიან რომ იძახის რომ ჩემბრალი არ არის, კონტროლიდან გამოვიდა, მაგრამ მე მინდა ის დავასრულო ჩემი ეს ტირა და შემდეგნაირად მეგობრებო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს თქმა რა თქმა უნდა არ შეიძლება, მე მხოლოდ ჩემ მოსაზრებას ვიძახი. სამყარო აღარ არის ერთპოლარული. აქ აუცილებლად რუსებს კი არ გულისხმობ, თუ ამერიკა არ მოგწევს რუსებთან უნდა ვიყოთ. არა, რა სისულელეა. ბევრი ძალა, მაგალითად არის ჩინური ძალა, რომელსაც ებრძვის ამერიკა. ოღონდ როგორ ებრძვის? იცი, ეხლა ტარიფები მოუხსნა, ხო იცი? 130% რო მქონდა, 30%-ზე ჩამოიყარა. არის სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს. თქვა რომ ჩინეთზე უარესიო არის ევროკავშირი. 130%-იანი ტარიფი ჩამოუყარა 30-ზე. მეგობრებო, არის ბევრი სხვა მიმართულება, სადაც ჩვენ შეგვიძლია განმავითაროთ როგორც უსაფრთხოების ურთიერთობა, ვაჭრობ. შესაბამისად დავასრულებ, შესაბამისად მეგობრებო, ეს ნაბიჯი, როდესაც ჩვენ მყარად უდიდესი სახელმწიფოს წინაშე ვიცავთ ჩვენ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არის მოსაწონი და ბევრი სიკეთის მომტანი. კი. მე ამ საკითხს იქიდან დავიწყებ, პრემიერის წერილს გამოვეხმაურებ შემდეგნაირად, რომ ცოტა შორიდან რომ მიუდგეთ, მე მიყვარს ხოლმე ამის ხსენება პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში საქართველოს სხვა შორის რაც არ უცნაური იყოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, მე მახსოვს რაღაცა ვიცი სხვა წყაროები, სხვა ავტორებისგან, რომ მაგალითად ბალტიისპირეთში არსებობდა ეგეთი მიმართება, რომ ამხელა ეკონომიკა, ამხელა ძალა იშლება და ჩვენ რა გავაკეთოთ და ქართველები ვამბობდით, რომ ჩვენ გავფრინდებით რა, იმიტომ რომ ასეთი მაგრები ვართ, ეს რო გვახრჩობს, საბჭოთა კავშირი და ეს რო მოგვეხსნება, ხო, ვაფშე. აღმოჩნდა, რომ მე გადავკეტეთ რკინიგზა ისინი, ნახეთ რა, რომ სხვანაირად ხო, ნახეთ, რომ სხვანაირად არის რა, სამყარო მოწყობილი და თურმე რომის დანაწილების ეფექტი საბჭოთა კავშირში ის გვაცოცხლებდა, თორე სხვანაირად საბაზრო კაპიტალიზმი, ბაზრის ფუნდამენტალიზმი საერთოდ, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ თვითკოლონიზაცია მოვახდინეთ, ანუ საკუთარი თავის თვითკოლონიზაცია მოვახდინეთ, ოღონდ ეს არ გქონდა ჩვენ რუსებთან მიმართებაში საბჭოთა კავშირის დროს, იმიტომ რომ ქართველი ესე იგი იყო წარმოდგენილი და ქართველ სხვა შორის ეს ახასიათებდა. თქვენ თუ იცით დიდგვაროვანი, ანუ არისტოკრატია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და
ქალაქ სახელმწიფოებში დაახლოებით მოსახლეობის რამდენ პროცენტს წარმოადგენდა? ეს იყო 2-დან 5%. საქართველოში იყო 10-12%. იმიტომ რომ როგორც აქ არის, რომ ყველას უნდა დირექტორობა და პრეზიდენტობა, ხო? და კნიაზობა. აქედან გამომდინარე, ეს ესე იყო. საბჭოთა პერიოდში ჩვენ ავითვისეთ ყველაზე პრესტიჟული დარგები, გინდა სპორტის მიმართულება, გინდა მეცნიერება, მედიცინა და რას ვთქვი, კრიმინალიც გარკვეულწილად ასპარეზია, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი არაფორმალური ეკონომიკა არის. ნახე, უცბად 90-იანებში ვხდებით ისეთი თვითკოლონიზაციის მომსწრე, რომ ვამბობთ, რომ თუ მივაწერთ ვიღაცას ჯონ ჯონს სახელს, ის არის აპრიორი მართალი. ეს ვანო მერაბიშვილის პირით არის, მაგრამ 2000-ების მერე. ჩვენ ნახე სად წავედით ყველაფერი რაც იყო, თქვათ, კარგი პროექტი საბჭოთა კავშირში, მაინც მივაწერეთ, რომ ეს საბჭოთაა და ბოროტებაა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა შემოიტანა სიტყვაზე ქალთა უფლებები, მშრომელთა უფლებები, მთელი ევროპული სისტემა რაც არის. კი ბატონო, მთელი ევროპული სისტემა რაც არის სოციალური საკითხები. ხო, ეს არის საბჭოთა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურ სიკეთეთ დასავლეთი, რომ დასავლეთში რაც ხდება და დასავლეთ სხვა არაფერია თუ არა მისი კრიტიკა. დასავლეთის მიხვდი და ჩვენ ეს მივიღეთ ისე რომ მიშა და მე მიშა იყო ამის თქვათ განსხეულება საოცრება მოახდინა მართლა შემოვარდა და თქვა რომ ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთ მასწავლებლები, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოსამართლეები, ჩვენ უნდა ყველაფერი კაია, რაც ჰოლანდიურია, რაც ბრიტანულია, რაც ამერიკულია, ვაფშე ყველაფერი კაია, ოღონდ არა ქართული. იმიტომ ქართველი არის ქუდიანი ტიპი, ულვაშებიანი და ვინით თვალი რა და ხო, მიშამ უდიდესი ბოროტება გააკეთა. რო არა ვარ ეგეთიო და არ უყარო რა. ციხის კადრების გარდა მიშას და ჩვენ აი ამ დაწყევლილი წრიდან და ამ დაწყევლილი პერიოდიდან გამოვდივართ. ჩვენ ეს დავიწყეთ ომის პერიოდში. რუსეთ-უკრაინის ომის კონფლიქტის, როცა გვიბრძანეს, რომ თქვენ უნდა ჩაერთოთ ომში, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, გაგზავნოთ სამხედრო ტექნიკა უკრაინაში. ხო გვითხრეს და მოგვიწოდეს, არ გავგზავნეთ. თქვენ უნდა გაისეირნოთ აფხაზეთში, არ გავისეთ. თქვენ უნდა დაასანქციროთ რუსეთი, არ დავასანქციროთ. ანუ პირველად გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც თქვენ სუვერენიტეტი რომ ესე ვეღარ გეტყოდნენ. მიხვდი? ხო, წერილს რაც შეეხება. ალბათ მსგავსი მტკიცე სუვერენული და ესეთი ლიდერშიპის მაჩვენებელი საჯარო მიმართვა დამოუკიდებლობის ისტორიაში შეიძლება ვთქვა რომ არ მახსოვს მე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს იყო ისეთ წერილი, რომელიც ისე სასიამოვნო ღიმილს მოგურის იქნებოდა, რომ შენი ქვეყნის პრემიერი მსგავსი ღირსების თანასწორობის განცდით და ღირსები მიმართავს ერთი მხრივ უმსხვილეს ძერჟავას ყველაზე დიდ, მეორე მხრივ ზუსტად იმ ქვეყანას, რომელიც მთელი ამ 30+ წლის მანძილზე ჩვენთან გაფეთიშდა როგორც ერთადერთი და უნიკალური სივრცე, რომელსაც უნდა მიიღწოდე და სხვა ყველაფერი რაც ბანკიერი, ყველაფერი რაც კიდევ წამოსული არის სიკეთე. შენ ახსენე ის მონაკვეთი, რომ დამადლება არ იყო მაგალითად ეგ იყო ძალიან სწორი ხაზგასმა იმისა, ჩვენ რა მსხვერპლი გავიღეთ გლობალური საფრთხების საქმეში. რა მსხვერპლი გაიღო იმ მეგობრობისთვის და იმ მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობისთვის, რომელსაც წინა ადმინისტრაცია გვამადლიდა და ეხლა მეგობარი აქტის ხელმომწერები და მხარდამჭერები იმეორებენ ისევ, რომ თითქოს ჩვენ რაღაცა გვიპოვეს ჯუნგლები, მოვიდნენ აქ განავითარეს ჩვენი ქვეყანა, მოიტანეს ძალიან დიდი ინვესტიციები, საზოგადოებას დაეხმარენ განვითარებაში, როგორც მენტალურად, ისე ფინანსურად, სახელმწიფო შეგვიქმნეს და ეხლა როგორ შეიძლება რომ მათ არ ქონდეთ აქ მნიშვნელოვანწილად ჩარევის უფლება. იმისთვის რაც და ეგეც არ არის არაფერი განსაკუთრებულად დიდი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა თანხაც დაიხარჯა ამერიკის მხრიდან საქართველოში იმის თითქმის
უმეტესი ნაწილი იყო ან NGO-ების დაფინანსება, ან ამ ბოლო დროს უკვე რევოლუციაში ფულის ჩადება, მოდი პირდაპირ თქვა რა. კი ბატონო. პირდაპირ რევოლუციაში ფულის ჩადება პიროტექნიკის და მოლოტოვის აწყობის ინსტრუქცია და ტრენინგები, ხო? ეგ იყო ფრანკლინის კლუბი, კაცო. ოღონდ იძახდნენ, ოღონდ გვატყუებდნენ, USAID გვატყუებდა, რომ ეს ფული არის რაღაც სახელოვნებო სფეროს მეტი კომუნიკაბელურობის ჩამოსაყარებლად. ამაზე კაცო ტრამპმა ხო ილაპარაკა, რეებში იყო გახარჯული ფული. ტრამპმა ხო ილაპარაკა და გამოავლინა USAID. ხო და ის რომ ამ წერილში ნახსენები იყო აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვნად სწორად დასმული აქცენტით, რომ ჩვენ ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყანასთან სწორი დიპლომატიური ურთიერთობისთვის გავიღეთ ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, მისი ჯარისკაცი და ზოგ შემთხვევაში კონკრეტული ჯარისკაცების სიცოცხლე და ვიღაცების ჯანმრთელობა და დაუდექით მათ გვერდში, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ 2008 წლის ომი იქნებოდა თუ 93 წლის მათი მხრიდან მსგავსი რამ არ ყოფილა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს აუცილებელი არის, რომ შეხსენებულ იქნას და ეს მე რამდენადაც მახსოვს პირველად მოხდა და ძალიან სწორად მოხდა, რომ ამ შეხსენება არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება გველაპარაკებოდეთ ისე რომ გადაკევით ზედ და უმადურები ხართ, იმიტომ რომ რეალურად პირიქით გამოდის. რო დათვალო საქართველოს თავისი მეტი აქვს მიცემული ვიდრე მიღებული თავისი პოპულაციიდან გამომდინარე, ამერიკა და კაპიტალიდან გამომდინარე, ამერიკისთვის რა აქვს რა ტიპის დახმარება აქვს გაწეული და ამ შემთხვევაში სამხედრო იქნება თუ სადაზვერვო და ასე შემდეგ და რა აქვს საპირწონედ მიღებული ჩვენი წილი გაცლებით დიდი არის ამაში. თუ ქველმოქმედებაზე მივდივართ, საერთოდ მაგას თავი დავანებაზე ერთი კაცი ყავს ქვეყანაში, ვის ქველმოქმედებას გაცლებით პრო. გაცლებით შეუდარება. მოდი გუბაზა გავუშვით მეგობრებო. გუბაზა ლაპარაკობს ქართულ კაცზე. ძალიან საინტერესოა. ფეკალიებით სავსე კასრი, რომელსაც თავი კაცი გონია, ლაპარაკობს ქოც კაცზე. ანუ თითქოს ეს ის ხო არა ახალი გადაცემა იმისი და არა, ეგ არ არის, უყურე მაგ. გავუშვით. გურული სიმღერა. გურული სიმღერა არის. ტექსტი არის ასე, კაცი რომ დაძაბუნდება, ქალს და გაღარიბდება, დებილო, გაღარიბდება. აი ეს არის ტიპური გაღარიბდება. ხოცი მამაკაცი. მამრი, მამაკაცი პატვირთვარებს. როგორია ხოცი მამაკაცი? რომელიც თვლის რომ ქართველობა არის რომ ქალს ჩაგრავ, ქალის ხარჯზე ცხოვრობ, გაშვებული ცოლების და ქალიშვილების ხარჯზე ცხოვრობენ, თან ეშინიათ გათხოვებას. ხო, ნუ ეს ფეკალიებით სავსე მასა, შიშის ფორმულა, ადამიანი რომელიც ყველა შესაძლო პრობლემის წინაშე რომ დადგა, გაქრა, ამაში ამხილა ვითომ თანაგუნდელმა, რომელიც ასევე არ გამოიჩევა სიმამაცით მელიამ, ყველა შესაძლო სიტუაციაში გაქრიო, ადამიანი რომელიც ჩანაწერიდან ვიცის, ოცნებობს რომ კოსმოსში გაფრინდეს მილიონი აიღოს, ოღონდ რა თქმა უნდა რის ხარჯზე არავინ არ იცის, ადამიანი ბინძური ენის პატრონი, ბინძური აზროვნების მქონე ადამიანი, რომელიც არ არის კაცი, არა კაცია. ადამიანი, რომელიც პანჩურებით დედის გინებით გააგდეს პარლამენტის დარბაზიდან, აი პირდაპირ პანჩურებს ურტყავდა ხალხი და დედას აგინებდა პირში და გაიძუხნა და როგორც რაღაცა ჩმორი ისე გაიპარა რა. აი ეს ადამიანი ერთ მნიშვნელოვან იმას ჩანამატებას გავაკეთებდი ბუფეტის საჭმლის ტალონებზე დახურდავებული ღირსება კიდე განსაკუთრებული საკეთემა. აი ეს ადამიანი, რომელსაც 9 პირი აქვს და 9 ერთი ადგილი და ეს კატლეტის მონა, ეს მაიმუნი, ეს ფეკალიებით სავსე კასრი ლაპარაკობს ქართული ოცნების მომხრე კაცებზე, როგორც აი ესეთებზე როგორც ლაპარაკობს. ანუ ტიპი ხო არის რომელსაც მართლა ყიამყარალობის და სიძულვილის და ცენზურა ცენზურა აი просто ხანდახან არ შეიძლება ცენზურის დაცვით ილაპარაკო ამ ტიპზე რა. ანუ კაი, მოდი რო დავაწმინდაოთ საუბარი. თულია. აი ბოროტების და სიძულვილის და გესლის გარდა ხო ანუ ხანიშვიათად რაღაცა ბოროტება ნუ თავის კატეგორია თავის კალიბრის კაცო დედლური
დედლური მოწება. პორჭყნა რა, თვითონ ვიღაცები ეს მე შემხვდა ვიდეო. ჯერ უკვე იმას შემზარა, რომ ეს და ეს პატარა გულბოზი იჯდნენ ერთად. ხო, კაი. ერთ კადრში უკვე ძალიან შემზარავი იყო ეს ორი თაობის და გენეტიკურად ღირსება აყრილი. ბიჭო, ის გენში ღირსების უქონლობა თუ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეგ არ ვიცოდი ეგეთი რაღაც. და გუბაზე ის სინიორი დიდი გულბოზი ამბობს, რომ სახარებაში ვარისო, აცხოვარი ამბობსო, რომ იყვარდესო, პერიცკიო, შენი და აი ამას ვარ თვალისწინებენ. გესმის ბიჭო, ეს ანუ კაცი რომელსაც გესლის და იმის მეტი თხევის მეტი სიძულის თხევის მეგობრებო, მე არ ვიცი რა, მეც გავაკეთებ კომენტარს. ხო, თქვენ რომ დაასრულებთ. ესე იგი, ამაზე საუბარი. ოღონდ მე გუბაზეზე არ მინდა კომენტარს ვაკეთებ. გუბაზიზეა თუ გუბაზე? ერთ გუბაზე. გუბაზზე. არა, გასაგებია. გუბაზზე მე მგონი. გუბაზიზე არ არის სწორი. გუბაზზე. გუბაზიკო. მალხაზიზე ხო არა? გუბაზიკოზე შუა კვეცადია გუბაზიკოზე სახე. გუბაზიკოზე ნუ რამშობა ხო. გუბაზიკო რა. მოკლედ რა მე მინდა ერთ კონცეპტუალურ საკითხს შევეხო, რომელიც არის აი 90-იანების შემდეგ ეს ვთქვათ ნარატივი არსებობს ლიბერალებში, რომ ქართული ეკონომიკა გადაარჩინეს ქალებმა, რაც ერთი მხრივ არის მართალი, რა თქმა უნდა, და მაგრამ ამის საპირწონო, იმიტომ რომ ქალებმა გახსნეს იმ დროს კიოსკები, ბუდკები, ერთ წუთით კიოსკები, ბუდკები წავიდნენ უცხოეთში, ეს პირადი გზავნილები იყო ძალიან დიდი მათი ხვედრილი ეკონომიკაში და ასე შემდეგ, მაგრამ შენ როდესაც საუბრობ ქართველ ქალზე, როგორც შრომელზე და გმირზე, იმ კონტექსტში, რომ ქართველი კაცი არის უქნარა და აი ესე ცოლი ყავს გაშვებული, კი ვიღაცები არიან გარკვეული კატეგორია ადამიანების ერთეულები, მაგრამ არა, მარტო გუბაზზე არ ვამბობ, მე ზოგადად ამ დისკურსს ვაკომენტარებ. როდესაც ამ კონტექსტში ახსენებ ქართულ ქალს და იმას, რომ ესე იგი ამის საპირწონედ ქართული კაცი არის უქნარა, ის უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისელი ბიჭები, რომლებმაც საერთოდ ომი არ იცოდნენ, ჯინსებით წავიდნენ აფხაზეთში საომრად და რეიბანებით და სანგრებში არ წვებოდნენ ღირსების რაღაცა კონკრეტული შეგრძნების გამო და შეაკვდნენ იდეებს და ხა კაცების გმირობა არანაკლებია რა, რაც გააკეთეს ბოლოს სიცოცხლე გაწირეს. და ომში ჩვენი მიმართება და ჩვენი გულადობა და ჩვენი ან სულ სერიოზულობით არა ის ყველა მიცის რა ყველა არა გუბაზე არ ვამბობ ბიჭო გუბაზე არ ვამბობ მაინც და მაინც ეს დისკურსი ხო არსებობს რომ ხოცი არისო ეგეთიო და ნუ კაი რა ხაჯი ეს არის უკიდეგანო ხაჯი პახოდო რაღაც სტერეოტიპებს იღებს რომელიც ცდარად მაგრამ მაინც არის გავრცელებული ხო იცი შენ ვინახარ შენ ცონი გაუშვიქ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ძალიან საზიზღარი ამაზანი სტერეოტიპი და იმ სტერეოტიპებზე სპეკულირებს. ზაზა ბიბილაშვილი არის ძალიან ბიჭო, თქვენ რო გიდევთ ეს, მე რატო არ მინდევს? არ ვიცი, აგერა ზაზა ბიბილაშვილი. აი ნახე, შენ თუ ზაზა ბიბილაშვილი არიცი, ძალიან პრობლემაა. შენ არ ახარ პოლიტიკური მიმომხილველი, გაუშვით. ზუსტად რაღაც ნიუსებს და შემხვდა ერთ-ერთი ახალი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადების საცალოერი იყო რომ თავრობა რომ შეიცვლება ჩვენ როგორც ქართულ ცნებას გავასამართლებთ ასევე ნაციონალურ მოძრაობას. მე მაინტერესებს იქ იმ ადამიანების შორის რომლებიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მომხრეები იყვნენ თუ იციან რომ თავის გასასამართლებლად განან ქუჩაში ან იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ უკვე 13 წელია ხო? ესე იგი, მე გეტყვით ტენდენციაზე. ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც მიშისტებს ქუჩაში ძუყნიან. ოღონდ ძუყნიან სხვა მიშისტები. ანუ ნეო მიშისტები ძუყნიან ძველ მიშისტებს. ზუსტად ეხლა არის ძალიან კარგი მემი რო იყო. ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო გახსოვს და პლაკატების დაუხიეს ვიღაცებმა დედა აგინეს და ასე შემდეგ. მან თავარ აბსურდულობაზე ვაკეთებ კომენტარს. ერთ პატარას ვიტყვი. მეგობრებო მე მესმის ის რომ ბოლო ისი ამხრალდა მიშა რომ შეუძლებელია თქვენც კი აი ნეომიშისტები რომ ხართ
მიშას არ გაემიჯოთ, მაგრამ არ გამოვა. ესე იგი, არის ერთიანი დიდი მიშისტური სხეული, რომელსაც უბრალოდ ვერ მოკვეთავ არც ვერ ფეხს, გულს, რა ვიცი, ვერ მოკვეთავ. არ გამოვა, არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. ხო და მან ყველაზე სასაცილო მომენტი ტრაგიკულს აღარ ვამბობ, რომ მეცარიელი კომედია არის ის ადამიანები, ვინც დაიწყეს მაგალითად საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება აქ მიშას პლაკატები და აბა გადადით თქვენ უკანა პლანზე და წინ გამოიყვანეთ ეს ფსევდო მათი თქმით არსებული პოლიტპატიმრების პოსტერები და ასე შემდეგ. ესენი არიან ადამიანები, ვინც კაი გაყევი ლოგიკაში დავუშვათ, ამბობენ რომ ამინა ნაცებს არ მიცეს ხმა, მაგრამ მიცეს რაც ჩრდილოეთ ნაცებს, სამხრეთ ნაცებს. ან ლელო მოხაზეს, ან ის მოხაზეს, რა ქვია, ახალი, ნეონაცები. ან გახარია, ნეონაცები. სხვა ის არ არის მათ, ხო? ან გახალი. გახალი, ერთად. უყურე გახალი. ამ ყველაფრიდან. ზატო გახარია, პირველი ახშენია. პოზიციიდან თუ მიშა არის პრობლემა. გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი საყრდენი და დღემდე რჩება. მელია, რომელიც იყო ერთ-ერთი საყრდენი და დღემდე რჩება. გახარია, რომელიც უშუალოდ ნაცებისთვის მოღვაწე ბოლო პერიოდში ქართულ ოცნების რიგებში და შემდეგ უკვე იქიდან მოღალატეობრივად წასული ამაში გამოჯერლი არაერთხელ ხაზარაძე, რომელიც აგრეთვე ანუ არაფრით არ განსხვავდება და პირდაპირ არის შერწყმული ნაციზმ იდეოლოგიასთან, ანუ კაი, ანუ ამებს უბრალოდ მიშას პლაკატი მოაშორე და всё, დამთავრდება, ხო? ეს მისაღებია. უყურე ჩვენ ხელისუფლების რევოლუციურ სცენარის შეცვლა გვინდა, უბრალოდ მიშას პლაკატით არ გვინდა. ჩვენ გვინდა მიშას პარტია არის. ვიღაცა კომედი შოუს ტიპის პლაკატით, რომელიც სკოლაში შევარდა და ბავშვებს ეუბნება რევოლუციაზე წამოდით მოლოტოვებმა და გასვლა. კომედი შოუს, რომელიც მას პოპულარობა მოიპოვა არხზე, რომელიც მიშასია. რა თქმა უნდა. აი ეს ყველაფერი იქ აი ვისაც ხელს არ დაადებ, გვარამიას პოპულარობა, რომელიც მიშამ შექმნა, ისა ხაზარაძე, რომელიც მიშას ბიზნესმენი იყო და ბორკლებით მოყავდათ დანაშაულებრივი სესხის გასაფორმებლად, კაბალური სესხების გასაფორმებლად მიშას პროკურატურას ყველაფერი მიშასთან ის. ოღონდ მაგის სურათი არ გვინდა. ამ შემთხვევაში ნინია კაკაბაძე ამბობს ეს არ არსებული ბატონი სამნინიაზე გადავალ. ამ შემთხვევაში ეს არ არსებული ბატონი. გამოდის რომ ამბობს თავის პონჩის სწორს. იმიტომ რომ ხო იმაზე გამოდიოდი და შენ ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილება გინდოდეს და ოპოზიციის მოყვანა და თან იმას ამბობდე რომ ეხა მიშა არ მინდა და მიშა უნდა გავასწავლო, ვის ატყუებ? გავუშვათ ლინია 7 ნოემბერი, როდესაც მოხდა და ტელეკომპანია იმედში, როდესაც შევიდა მაშინდელი სპეციალური დანიშნულების რაზმი, რუსთავი 2-ის თანამშრომლების უმეტესობა იდგა ტელეკომპანია იმედში. ერთი კადრი არ არის. და ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ. ერთი წუთით გავთიშოთ, ერთი წუთით. ჯერ ეს ერთი რო ტყუილია, მაგრამ სიმართლე რო იყოს რა მერე. არა, ერთი წუთი დარბეული მეჩი ნანუკა არ შევიდა, არ ჩაიგდეს ხელში. თუ იდგნენ უარესი, მაგრამ არ იდგნენ. იცი რატო იდგნენ ნანუკა, მაგრამ ზერავდა რა. კი, იცი რატო იდგნენ, რომ გამოიყვანენ ესე ამათ და ჩვენ შევარდებით. სიამოვნებით შევიდა. ანუ ნანუკა იქ არ ყოფილა, მაგრამ თუ იქნებოდა მარტო იმიტომ ყველაზე დიდი კაბინეტი შეერჩია, რომელი იყო. გაიარა, გამოიარა. ნანუკას სათამაშო გამოუშვეს. და მაშინ იყო დიდი თანხა. ბიჭო, იყო როგორი უაზრო დიქტატურა იცი? ნანუკას დიქტატურა. მაიმუნებს რო იარაღი მისე რეინჯები დარბოდნენ ქალაქში კოდუები. კოდუები, ახალაიები და ლინუკა ნანუკას სათამაშო და გიორგი არველაძე ხილების პერედოზი ალაგებდა. არა, დიმა ქიტოშვილი გაგიგიათ ეგეთი არ სახელი მაგრამ ეცნობა. ვინც ალაგებდა კომისიაზე ლაპარაკობენ ხშირად რომ დიმა ქიტოშვილი იყო კომუნიკაციების უფროსი. მე ვიძახი ციხეში მეგობრებო რომ დიმო ქიტოშვილი დაიჭირეს, მოიყვანეს დიმა, მალე გაუშვეს, გაფრთხნეს. ეგ დიმა იყო იმისი რთველის გენერალი. პროკურორი, გენპროკურორი რო იყო ჩვენი ფუმაკ ოქროაშვილის სახელი რომ დაგავიწყდა. კაი არის. ხო. მაგის მარჯვენა ხელი. და მაგას იყო მომგვარებელი. ეხლა რეალურ ამბავს გიყვებით ციხის ისტორიას. ბადრაგები იცინიან რაღაცაზე და
რაზე იცინიან ხო მე ხო მზივარ და უყურებ რა მეტად გამოსტილი იყო და მოიყონ ჯერ ტიროდა ნუ გასაგებია რომ ტირი არ მოგწონს ციხე და შეიძლება იტირო ამაში პრობლემა არ არის მაგრამ მე რო პლასმასის მისკაში რო ბალანდა ჩაუსხეს თებშები არ იქნება ფაიფურის თებშებს ითხოვდა ციხეზე იქ ციხეზე მე-6-ში დედაშვილს რო არ ეყვას და დასინოდნენ ძალიან რა ხო და ნუ ეგ არია კარგი გაუშვათ აბა კაკო ბობოხიძე გაუშვა არა გივით არ გამაძე გივია ძმარი გივია სერი ჟურნალისტი შემონ პოლიცია არ მოვიდეს ვიღაცა ჩავზონ ციხეში ტყუილა უბრალოდ ვერ ვიგებ და არ გაუშვათ არა გაიგეთ ბიჭო ერთი წუთი ამას თარჯიმანი ჭირდება ნაცებს მინდა მიუმართო სურდო პერიოდი ერთი წუთი ნაცებს მინდა მიუმართო რომ არასწორი ნუტრიციოლოგი ყავ თუ დიეტოლოგი არასწორად ხდები. ანუ კუნთურ მასასაც კარგავ. მართლა მართლა თავი ეძდება თუ რა? არა, ჩამოწელილია. არა, ბიჭო, კუნთურ მასასაც კარგავენ და ეგ არ ნიშნავს დაკლებას. თქვენ უნდა დაიკლოთ ცხიმის ხარჯზე. გიგი უგულავაც, ისიც დარჩენილები არიან, რაღაცა და ხერხემალი და თავი. მე არ ვერ ხსენ. სერიოზულად, არასწორად მიხსენი ზუსტად რას ნიშნავს ეს? ბიჭო, რას ნიშნავს და შენ როდესაც ხარ კალორიულ დეფიციტზე, ამათ რაღაცა ძველი მეთოდებია, ხო, დიეტოლოგი და კუჭის ამბოი. კომპოსტოს ნახარს ვარ. ხო, და რაღაც ეგეთები და ცხიმი თავარი არის შენ დაიკლო ცხიმი. ცხიმთან ცხიმს იტოვებენ, ცხიმი რჩება, მაგრამ კუნთური მასის ხარჯზე ხდებიან და ეს არის არასწორი და მე ეს არის ეგ შენ დააგვიხვდი ხო? რა თქმა უნდა, ეს გიგი უგულავა, ისე ანუ გოიმები ხართ რა, ერთი ვაფშე ნებისმიერი, ვაფშე არ გინდათ ბევრი ფულის გადახდა, კარგ ნუტრიციოლოგი, ნებისმიერი ფიტნეს, ფიტნეს ტრენერი, ChatGPT-ს რო გითხო უკეთეს შევასაძლევ. ხო, უკეთეს დიეტას დაგიწერე რა. ამ კაცისგან არის ეს ხო? მეტი არაფერი. კიბად გრიგოლ გეგელია, ჩემი ძმა და მეგობარი გრიგოლ გეგელიას გარეშე. ჩვენთან არის მოსული სტუდიაში. შემოდი გრიგოლ. რა თქმა უნდა, პასუხი არის ხელისუფლების შეცვლა. სწრაფად, დარჩება დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქართული არ გადარჩება. ვერაფერი ქართული ვერ გაიხარებს. ბიჭო, მენა ბრინკა, კაც. აი მენა კაცი. ყველა მაგარი დაუყოვნებ, ანუ ხვალ რომ მოხდეს, უკვე აღარ ვარ. დაგვიანებულია. ხვალ დაგვიანებულია. ბუკვალნა ხვალ რომ მოხდეს, ბუკვალურად ხვალ რომ მოხდეს შეცვლა და ეს მოვიდეს. არ მიიღებს, არ მინდაო იტყვის. ეხლა დაუყოვნებლე. ეთერიდან. ეთერს გაწყვეტ და უნდა ჩაჯდეს სავარძელში. აი თქვათ ერთ კვირაში უკვე всё, აღარ უნდა არის. ირაკლი კობახიძე და თქვათ მამუკამდინარაძე უყურებენ ამის ეთერს და აუ всё, დაუყოვნებლე. და ვინ თქვა? გრიგოლ მივდივარ, გრიგოლ გეგელი ამბობს, მივდივარ. ძალიან მაგარი. აუ ბიჭო, გრიგოლ გეგელიას არ შეიძლება რომ შეუტიო, შეუღრინო. ბრინკა ჩვეულებრივი. თეიმურაზია ჯაყოდა. ხო და უკვე თეიმურას ხიდის თავი უკვე კარგად ჟღერს და რაც ჯაყობდა არ ყვა ის დაუწყო ბრინკა. ბიჭო, მე მაინც აიტეთებ. არა, ნახე მარტო თეიმურაზი. უკვე ხო ხდები რომელიც ხო, მაგრამ ბრინკა არ არის კარგი. მე მოჯამაგირეთ რომ დაუდგა თავის ცოლის გამბახებელს. ხო. კაი ტიპია რა. ოღონდ ამდენი განათლება არ ამგონია რომ ქონდეს ვიდრე თეიმურას რო ქონდა. ბიჭო, არა, ამასაც არა. ხო, მაშინ ზუსტად ეგ. აი, რასაც ვამბობ, მართლა გამუბედურს განათლება. ხო, მაშინ ბრინკა. რა გრაი დაღაზედება მართლა გამუბედურს. აი, ესეთი რა. მართლა გამუბედურს განათლება. ხო, მაგრამ მე მახსოვს ძლიერად იყენებს. მე მახსოვს უკვდავი სპექტაკლი, თქვენ არა გაქვთ ნახე ალბათ ეგ სპექტაკლი, ჯაყოს ხიზნები, სადაც ბატონი გალობლიშვილი, აი ესე მოიხსენიებდი, დიდი არტისტი თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრინკა ხო არ არის ყურტადებით რომ, მაგრამ ისე კარგად თამაშობდა, რომ აი შტაბეჭდილების ქვეშა ვარ რა, ნაწარმოებში ესეთი რაღაცა აი დიდი სახე განასახიერა და ეგეც კი მენანება აი შმორის. სხვა შორის თანამედროვე ეკრანიზაცია მე ძალიან მიყვარდა რა, ჯაყოს ხიზნები ან ძალიან კარგი წასაკითხი იყო და ესეთი არა, თანამედროვე ეკრანიზაცია მე რაც მაგ ნანახი სასაცილო არა, ზაზა ბურჭულაძე. არა, ეგ სასაცილო არა. ანუ ნახე, საჭიროა რა თანამედროვე ეკრანიზაცია თქო და გრიგოლა. ხო, გაუწიე. გეგელია და გამოვიყვანოთ ლევოდან და გადავიყვანოთ კინოში. შეიცვალოს პროფესია და წავიდეს კინოში, დიდ კინოში. სუჩმორების როლებზე. არა, ხაბე ვერ ხაბე. ტაიპკასტები ხო არა რა? აი ჯაყო ვინ უნდა იყოს? ხაბე. არა, ხაბე ვერ იქნება ჯაყო. მოიცადე.
ჯაყო შეიძლება მელია იყოს. პიერ პაულო პაზოლინი იღებდა დიდი ტიპია რა. პიერ პაულო პაზოლინის გადაღების სტილი იყო, რომ დიდ სახეობურ ოსტატობას ხშირად არ აქცევდა ყურადღებას, იმიტომ რომ კინო უნდა იყოს რეჟისორის. მუსიკაც არ ქონდა სხვათა შორის. და სახეობების დიდად ყავდა, მაგრამ სხვანაირად პაზოლინიზე კი არა და ჯაყოვი უნდა იყოს. ეგ პაზოლინის სისტემით გადავიღოთ მიუშვათ და ინსტინქტურად რასაც გააკეთებს. ჯაყო არის ძალაუფლების ზენდის მიშა. იდეალური ჯაყოა. ყველაზე გასწრებული როცა ყველაზე ხარბი ყველაზე დაკაიფებული როცა მაგრამ ჯაყო მაინც გარკვეულ გამბედაობის მქონე იყო. კი, არა, ჯაყო შესრულებელია. ეს სხვისოლებთან ზააკაშვილი გამბედაობის უნდა იყოს. მარგოს როლზე ძალიან დიდი მარგოს როლზე დიდი კასტინგი. ხო და ვინ უნდა იყოს? არ მინახეთ ეს მოტორი. მე სხვა შორის ყველაზე იაფად ის მსახიობი შეერჩო, რომელიც მარტო ტელეფონზე დათანხმდება და ჰონორარის ხარენდობა, ამიტომ შეიძლება დიდი მადლობა, მეგობრებო, ჩვენ გადავდივართ მარგოს კასტინგის განხილვაზე. ტელეფონზე iPhone-ს გულისხმობ და არა BlackBerry. ჩვენ გადავდივართ მარგოს კასტინგზე. მე იმ პერიოდის კონტექსტებით გელაპარაკი. ხო, მარგოს კასტინგი გამოაგზავნეთ ისინი, ოკეი, კარგად გაგზავნებოდეთ, ყველაფერი კარგად. აი, გრიგოლ.